თუ ჩვენ შევხედავთ გლობალურად, ჩვენ დავინახავთ, რომ სიტუაცია არის საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად იცვლება დასავლეთის საერთო დამოკიდებულება საფრთხეებისადმი, ამ საფრთხეების გააზრება და ის პასუხები, რომელთა გაცემა დასავლეთის ქვეყნებს უნდათ ამ საფრთხეებისადმი. მე ხშირად მომყავს მაგალითად გერმანია, რადგანაც გერმანიის ელჩი ვახსენეთ, გერმანიამ საერთოდ შეცვალა საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა, შექმნეს ტრილიონი ევროს ოდენობის ფონდი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურას და თავდაცვას. ანუ ტრილიონი евро გერმანიის მხრიდან არის უბრალოდ წარმოუდგენელი თანხა, რომელიც მოხმარდება უსაფრთხოებას არა მარტო გერმანიის, არამედ უკრაინის და ასევე მთლიანად ევროპის. ანუ იქნება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელშიც ევროპელები გაცილებით უფრო აქტიური როლის თამაშს აპირებენ. თუ ჩვენ გადავხედავთ ამერიკელების დოკუმენტს, რომელიც ტულსი გაბარტმა წარადგინა დღეს, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახავთ, რომ საფრთხეები, სტრატეგიული საფრთხეები, ეროვნული ინტერესებისადმი საფრთხეები არ შეცვლება. ეს არის სამი ქვეყანა, თანამდებობის მიხედვით ეს არის ჩინეთი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია უყურებს როგორც ყველაზე დიდ საფრთხეს, შემდეგ არის რუსეთი და შემდეგ არის ირანი. აქედან ორი ქვეყანა უშუალოდ არის ჩვენს რეგიონში. ერთი არის ბუნებრივია რუსეთი, რომელსაც ჩვენ ვესაზღვრებით, მეორე არის ირანი. ორივე ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენთვის და ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით ქართული ოცნება არა მარტო ვერ იყენებს და არ იყენებს იმ გეოპოლიტიკურ ფანჯარას, რომელიც გაიხსნა ჩვენთვის, არამედ სრულიად კარგავს ჩვენს შესაძლებლობებს ამ რეგიონში და სომხეთი, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელიც არ აქვს, პირიქით ძალიან კარგად ითვისებს ამ შესაძლებლობებს და დღეს არის მთავარი პარტნიორი დასავლეთისთვის კავკასიაში. ამ ყველაფერს თუ მოყვა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ამს მოყვება აუცილებლად ნორმალიზება თურქეთსა და სომხეთს შორის და ის უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიცაც ჩვენ ასე ვამაყობდით, დაკავშირება ევროპის, დასავლეთის, ცენტრალურ აზიასთან სრულიად შეიძლება გადმოვიდეს სამხრეთით და გადავიდეს უკვე ახალი გზა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ზანგეზურის კორიდორი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო პრობლემური, შეიძლება პირიქით გახდეს დამაკავშირებელი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანუ გეოპოლიტიკა მკვეთრად იცვლება, ჩვენ გვაქვს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის და თქვენ ასევე დასაწყისში ახსენეთ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, რა თქმა უნდა ის არ საუბრობს საქართველოზე, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ ირაკლი კობახიძემ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. და თუ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ბუნებრივია ევროპელები ვერაფერს ვერ გვეტყვიან, რომ ეს რაღაც საკეთებენ, იმიტომ რომ საქართველოს შეაჩერა ეს პროცესი და ევროპული საბჭოს პოზიცია ყველასთვის ძალიან ცალსახა იყო. პროცესი არის შეჩერებული და არ განახლდება მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიული, ნორმალური პროცესების ჩატარება, რაც თავისი არსით გულისხმობდა ჯერ რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული ყველაფერი სიგიჟის გაუქმებას და ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ პირიქით გააღრმავა ის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვართ და პირიქით გაამწვავა დაძაბულობა და დაპირისპირება ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, რაც ძალიან სახიფათო არის, იმიტომ რომ თუ საქართველოში, კავკასიაში მოხდება ძალაუფლების ვაკუუმი ყოველთვის ივსება სხვა სახელმწიფოს მიერ. თუ დასავლეთს ქართული ოცნება სრულიად განდევნის, ამ შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებს სხვა მოთამაშე და რომელი მოთამაშე ეს იქნება და რუსეთი რომ არის, მე მგონი ჩვენ მაყურებელს ამისი ახსნა მაინც არ ჭირდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაზე მეტი ინტერესი საქართველოზე, კავკასიაზე აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთს. და ის ყველანაირად ეცდება, რომ გაზარდოს საკუთარი გავლენები და ქართული ოცნება ყველანაირად ეხმარება და სასათბურე პირობებს უქმნის რუსეთს არა მარტო საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ინტერესების გაძლიერებისთვისაც კი. ძალიან მნიშვნელოვანი რაზეც ახლა შენ საუბრობ, მაგრამ მინდა საუბარი გადავიყვანო არა განსხვავებულ კალაპოტში, არამედ იმ პლასში, რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ოჯახებს, მათ ნათესავებს, განსაკუთრებით ემიგრაციაში წასულ ქართველობას, რომელიც მძიმე შრომით ინახავს ფაქტობრივად მთელ საქართველოს, ხო? ჩვენ თვალს ვადევნებ და ეს ტენდენცია ძალას იკრებს ევროპული სახელმწიფოებიდან ქართველების
დეპორტაციის მასშტაბი იზრდება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ რისი კითხვა მინდა, როგორც ამ მიმართულების სპეციალისტისთვის. ზოგიერთს აქვს იმედი, ქართული ოცნება ამ იმედებს მონდომებით კვებავს, რომ ევროკავშირთან მიმართებაში არსებული სტატუს კვო არ შეიცვლება. რომ ვიზა ლიბერალიზაციაც ისე იქნება, ქართველები ისე შეძლებენ იქ ჩასვლას, მუშაობას, ფულის გამოგზავნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პერსპექტივაში თუ ის სცენარი განვითარდა, რაზეც ახლა შენ საუბრობ, რომ ევროპის და ამერიკის მოკავშირეები გახდნენ ჩვენი მეზობლები, ამ შემთხვევაში ჩვენ პირიქით მტრებად ჩამოვყალიბდით. ეს სტატუს კვო რა მიმართულებით შეიცვლება საქართველოსთვის უბრალო ადამიანების დონეზე. სტატუს კვო უბრალოდ ფიზიკურად ვერ შენარჩუნდება, იმიტომ რომ დღეს საქართველოს არგებლობს პრეფერენციული დამოკიდებულება. პრეფერენციული დამოკიდებულება თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა არის ევროკავშირის ქვეყნებში, ვიდრე ნებისმიერი რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ეს პრეფერენციული დამოკიდებულება არ აქვს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულებას საქართველოსთან ჩასული ადამიანებისადმი, ეს გულისხმობს იმ სამუშაო პროგრამებს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ყველაზე ცნობილი არის გერმანიასთან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ლეგალურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩადიან და მუშაობენ. მთელი უამრავი პროგრამა არის ამასთან დაკავშირებით. ეს ეხება განათლების სექტორს, ერაზმუსის პროგრამა, რომელიც შეიძლება უბრალოდ გაქრეს, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ამ გზას და უამრავი სხვა პროგრამა, უამრავი სხვა ბენეფიტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. თუ სიტუაცია გაუარეს და თუ გაგრძელდა ის რეპრესიული მიდგომა, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამოქალაქო საზოგადოებისადმი, იმ საჯარო მოხელეებისადმი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ქართული ოცნების პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვევს მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც. რატომ გგონია ჩვენ, რომ უვიზო რეჟიმი გვაქვს და გვექნება? ეს არის ზუსტად ის პრეფერენციული მიდგომა, სომხეთს არ აქვს უვიზო რეჟიმი, მაგრამ ძალიან მალე ექნება, იმიტომ რომ დღეს სომხეთი არის დასავლეთის პარტნიორი. სამაგიეროდ საქართველოს, რომელსაც დღეს აქვს უვიზო რეჟიმი, შეიძლება აღარ გქონდეს, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგრძელებს კონფრონტაციას დასავლეთთან. დღეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი, სხვა შორის მედია ხმის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელსაც მარიამ გერსამია ხელმძღვანელობს, ძალიან აქტიური ორგანიზაცია და ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნეს საქართველოში მედიის მდგომარეობასთან, დავარქოთ ასე მედიის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაც იქ ფაქტების დონეზე ქრონოლოგიურად და ფაქტებით არის ასახული, თლიანობაში ერთად მოყვანილს ამას რო გადახედავ და წაიკითხევ, მართლა უნდა გაგიკვირდეს კიდე როგორ ვართ ცოცხლები, ხო? პირდაპირი და ლამის გადატანითი და ლამის პირდაპირი მნიშვნელობითაც, ხო? იმიტომ რომ ამ ხრევას უსაფრთხოების ნაწილში დიდი პრობლემებია, მაგრამ კიდე უფრო მძიმე რაც იყო, ეს იყო გერმანიის ელჩის გამოსვლა, რომელმაც აბსოლუტური კეთილგანწყობით და გულშემატკივრობით საქართველოსა და ქართული ხალხის მიმართ ძალიან მწარე სიტყვებით აგვიხსნა რა მდგომარეობაშიც ვართ. და ბოლოს გითხრათ, რომ ხალხო რეალობა არის ესო, რომ ფანჯარა მალე დაიხურებაო, ხო? ნუ აი პირდაპირ სხვა რანაირად უნდა გითხრას ამ ხალხმა არ ვიცი. დიპლომატიურ ენაზეც აგვიხსნა, კაცმა თავისი ისტორია მოგვიყვა, სადუმუშავია, გერმანიის რომელ სტრუქტურაში, მე მგონი არც ერთ სამინისტრო არ დარჩენილა, რაც მას ჩამოთვალა გერმანიის მთავრობაში, რომ მას არ ემუშავა და ასე შემდეგ და აი რაღაცა ბავშვებს რო აუხსნიან ან ცოტა ჭკუანაკლულებს, ისე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არანაირი deep state და ასეთი რამ არ არსებობს, მოიშვით ამ სხვების მიერ თავს მოხეული ლეგენდების მეშვეობით რაღაცა პოლიტიკის აგებას, წარმოებას და ასე შემდეგ, შეხედეთ რეალობას თვალებში, ცოტა ხანში შეიძლება ევროპამ იძულებული გახდეს თქვენს ზურგს შეკცევას თავისი პოლიტიკით უპასუხოს. გერმანელების არესმით თქვა არ ვიცი, მაგრამ ის ვიზეს დგას ქართული ოცნება, ხო? დაუშვოთ რაღაცა ნაწილზე, სეგმენტზე ქართული საზოგადოების, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორის გარდა, ომის შიშის ფაქტორის გარდა, რომელიც
ბოლო ხანებში პრობლემატური გახდა, იმიტომ რომ ტრამპი მოვიდა და ტრამპი მშვიდობას ამყარებს, თუმცა მსოფლიოში თან ომი თუ აღარ იქნება, აბა მაშინ ანაირად განუდის ეს ამბავი, მაგრამ რა ხდება საქართველოში ახლა შიგნით, რა ატყობ რამე ცვლილებას ქართული ოცნების და ივანიშვილის უკვე ტრადიციული პოლიტიკის ამემართულებით ადაპტირებას, თუ აი რას ხედავ, რისთვის ემზადებიან, მათ შორის ევროკავშირთან მე მგონი ყველაფერი გარკვეული აქვს აბსოლუტურად ნეგატიურ კონტექსტში, ტრამპის ადმინისტრაციასთან ჯერ კიდევ რაღაც იმედები აქვს, ამიტომ ცოტა ფრთხილად არიან, მაგრამ თუნდაც ხვალინდელ დღეს და მეგობარი აქტის განხილვას და ასე შემდეგ ძალიან დიდი შიშის თვალებით უყურებენ. აი რას ელი განვითარებას ამემართულებს? ცოტა რთული არის განვითარებაზე საუბარი, თუმცა თუ ჩვენ გადავხედავთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ, რომ ადგილი ჰქონდა ერთ შეცდომას მეორეზე. არც ერთი მათი მოლოდინი, რაც ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირთან ურთიერთობას, არაფერი არ გამართლებულა. მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ულტრამემარჯვენეები გაიმარჯვებდნენ ევროპარლამენტის არჩევნებში, გემახსოვრება, ეს არ მომხდარა. მათ ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გერმანიაში გაიმარჯვებდნენ ულტრამემარჯვენეები, ესეც არ მომხდარა. პირიქით, გერმანიის მომავალი კანცლერი მერცი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც დაიწყო გერმანიის ძალიან აქტიური გადაიარაღების გეგმა და ადამიანი, რომელიც სრულიად უჭერს მხარს იმ ევროკავშირის გაძლიერების იდეას, რომელზეც ჩვენ საუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში. ამიტომ მოლოდინი, რომ ტრამპთან მოახერხებდნენ ურთიერთობების დამყარებას, არანაირად არ მართლდება. ეს 21 იანვარი საკრალური თარიღი, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას, მე მგონი ყველას გვახსოვს, არაფერი არ მომხდარა. პირიქით, ამერიკის ელჩი ჩავიდა შეერთებულ შტატებში, ჩამოვიდა და ჩვენ აქაც ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკა გრძელდება შეერთებული შტატების მხრიდან, რაც აქამდე იყო. ქართული ოცნების პირობებში შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ამაზე მეტი და ამაზე უარესი საგარეო პოლიტიკური ფიასკო რთული წარმოსადგენია.